გაძლიერების შანსიც აქვს. ორბს ლიკლიკაძე ვერ ოგდებს კონტრა რედიკის. უგემესაა მეოთხეში გეთქვით ყველაფერს მოგახსენეთ ფირმაზოდელი მამურებლებო. რედიკის საშუალო ორგულიანი ჩავარდა. ოთლაძე რედიკი. რედიკის სტილով თვითონე დაამთავროს შეშეტევა და კარგად ითამაშეს ბასკეტბოლს დაცვაში, კერძოდ ეს რედიკი იყო, ჩაჭრა ეს ბურთი ყორდა ჩააგდო. ეს ბურთი ჩაიტვალა და რაც ნაკლებს დაუტოვებენ მეტოქის მით უკეთესი, თუმცა როგავა კარგავს რედიკი დავალებას და ძალიან ცუდი ჩანაფერი. ვერაფერი მაინდა-მაინც და აბატონი. სტუმრები შემოიდნენ პირველ ხაზიდან ბურთს. რედიკი ორიანი გაუჩა ჩააგდო. იყო და ატრიალა მაგრამ არ ჩავარდა. რედიკი მიწევს სტუმართან შეტევას, შევიდა ყორდა ჩააგდო. ჩააგდო მან. ჯექსონმა ვერ დაამატა ანგარიში. თანაბარი გვაქვს 63 ჰიქსი ისროლა როგავამ ვერ ჩააგდო. რედიკი ხსნის და თავზე გადადის შეტევაზე კლემოსი და ორი ქული. ენდერსონს დაუკლია. კი აშკარა. ოჩახ ორ კვირაში მაგარი შედეგი დაუღია. კლემოსმა ბურთი რჩებათ სტუმრებს. რედიკი აღარავის გადააწყეს და ბურთი მასუდი ჭარაძე ისევ მასუდი შევიდა კარგად ითამაშა ყოფათიძე რედიკი გასიხარულიძე მარტოა ყორდა ჩააგდო რედიკი თომასი უწევს მას ახლოს კანაბიჯი სამიანი გაუშვა რედიკი კარგია მორიგი ორი ქულა პრეზიდენტად საზარგებლოდ არის 4 დულა რედიკი ჯექსონი ორი ქულა რედიკი ბურთით საშუალოდან იმ თამაში მაგრამ მიემა საჩედერები დაუხვედია მართალია ვერ გამოიყენეს ის შედება მასპინძლებო მაგრამ სტუმრების შედება ოთლაძე სამქულიანი და ჩააგდო კონტრა რედიკი კანაბიჯით ორქულიანი გაუშვა მოკლედ იმ 8 ქულის შემდეგ აღარ წავიდა სროლები ლოგიძეს აკი 2+1 რედიკი ორიანი არის. ნახოთ როგორ შეძლებს ეს გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ასპარეზობას. რედიკი შევიდა და ვერცეს ჩააგდო ლომიძემ აღარ მისცეს თამაში. დავით ლომიძეს აქ ჯექსონის ქული არის ფევაძე 12 გუნდის. რედიკი გაუშტონო 15-10 ანგარიში საპასუხო შეტევა ბურთი აბა თავადვე არა ფევაძე და რედიკი გაუშვა და აბა დონდრე რედიკი ლოპუსი ლოპჯანიძე არ გავაიდაცება საფაზე სუსტი იყო და ორი ქულა მორიგი ბრუნდნენ მათთვის ნაცნობ დარბაზში და სხვა გუნდის ფერები სამიანი გაუშვა სროლას მაგრამ ჯარიმად შეუძლია რა თქმა უნდა ივერიონს და ანგარიში შემართებით დაიწყო ორივე გუნდმა თამაში დღეს ძალზე საინტერესო თამაში უნდა გამოდგეს ორთან დაარაძუსტი თამაში დაკარგეს სტუმრებმა ბურთი რედიკი შევიდა ფარგლებს თორსთან ჩააგდო შემადგენლობაში მაგრამ როგორც მითხარით ორბიდან გაიცნო გუნდმა გეომეტრიული სიკვდილი ორსა ორთავე საჯარო და ორი ქული კიდე უფრო დააწინაურა თავისი გუნდი განახლდა შეხვედრა განაახლეს მასპინძლებმა რედიკი ბურთით მას ჯოვინერი უდგას შორეული ორქულიანიც იყოს ეს უნდა გამოიყენონ შევიდა თორსთან ჩააგდო რედიკი რედიკი მაგაუშვა
სამიანი ჩააგდო. უნდა მშენებივით გუნდები და იყენებენ ზუსტად ამ სროლებს. და მე შარვაში ვერ ჩააგდო. ჯექსონმა მოხდა აცილებული ბურდა რედინგი. სულარდა მეექვსე ნომერი და ჯექსონი მან 10 გოლა შეიტანა, ხოლო სულარდა შემადგენლობაში ბრენჩლი 13 გოლა და ლობიძე 11 გოლა. მომა ბურთის ნომრებს რედინგი შევიდა ფარქვეშ 2 გოლა. თოგურლიავას ეფექტური გადაცემა და კალათოშვილმაც ფარქვეშ ჩააგდო ის ორქულიანი რედინგი 2 გოლა ზემოდა გდებით რედინგი ანდრე რედინგი დაიძრა შევიდა 2+1 გუნდები თორს არ უდებენ ერთმანეთს მიუხედავად იმისა სკამის სიმცირისა მასპინძლებისა და სტუმრებისა აბათ 19 უკვე ანგარიში ანდრე რედინგი არაგდებს ტემს არც ორბიტა მანვაც ორივე გუნდისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს სატურნირო წრილის თვალსაზრისით რედინგი საშუალო ორიანი ჩააგდო რედინგმა ჯექსონმა ლოუსონი ორნა ამოვარდნილი 6-6 პლაბაროგო გეტყიბულზე მაგრამ ჯერჯერობით რედინგს ხორცნები არ წაუვიდა სწორედ მისი სამი შემდეგ ფეუაძე კაინ არ გავიდა ეს პასი და დონდრე რედინგი შევიდა რედინგი და ჩააგდო ამოუტანა რედინგს მასაც არავინ უშლიდა ხელს თოში კართვის ხუთი დარბა იწეს და იკლიკაძე რედინგი შევიდა ესროლა ჩააგდო ხო მეც ეხლა ცოტა ხნისი დავიწყეთ რა სპორტის ყურება ო ნახე